თქვენ ყოველდღიურად იღებთ გადაწყვეტილებებს და აკეთებთ დასკვნებს. ზოგჯერ ისინი გულმოდგინე განსჯის შედეგია, ზოგჯერ კი მათი მიღება მწირი ინფორმაციის გამოყენებით, სპონტანურად გიწევთ. აი აქ იჩენს თავს ევრისტიკა. ევრისტიკა პრაქტიკული წესებია, რომლებსაც წარსულ გამოცდილებებზე დაყრდნობით ჩვენვე ვავითარებთ. ეს არის კოგნიტური ხელსაწყო, რომელიც სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებასა და დასკვნების გამოტანაში გვეხმარება. ცხოვრება დამქანცველი იქნებოდა ყოველდღიურად ასობით არჩევანს ფრთხილი აწონდაწონვის შედეგად რო ვაკეთებდეთ. ამის მაგივრად ევრისტიკას ვიყენებ. მოკლე გზას გარესამყაროზე დასკვნების გასაკეთებლად. მაგალითად იმის მაგივრად რომ ყოველდღე იმაზე იფიქროთ, თუ რა ჩაიცვათ, შეგიძლიათ წინასწარ მომზადებული ტანსაცმელი გქონდეთ. ან როცა ლანჩის გრძელ მენიუს დახედავთ, იმ ვარიანტზე შეჩერდეთ, რომელიც წარსულში გავსინჯეთ და მოგეწონათ. ევრისტიკის მიზანი არა იდეალური, არამედ სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ევრისტიკა სამყაროზე დაკვირვებაშიც თამაშობს როლს. მაგალითისთვის განვიხილოთ ძალადობის დონე მსოფლიოში გასულ საუკუნეში. ბოლო 20 წლის განმავლობაში სამყაროში დანაშაულის დონე გაიზარდა თუ შემცირდა. ევრისტიკულმა განსჯამ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ წარსულთან შედარებით მსოფლიო უფრო ძალადობრივია. ნიუსებში და სოციალურ მედიაში ყოველდღიურად ვაწყდებით ტრაგიკულ სურათებს. ჩვენ შეიძლება გონივრულ დაშვებად მივიჩნიოთ, რომ მსოფლიო იმაზე ძალადობრივია, ვიდრე ოდესმე. ამ დაშვებისას ვიყენებთ ეგრეთ წოდებულ ხელმისაწვდომობის ევრისტიკას. ეს ნიშნავს, რომ ძალადობის მაგალითები იმდენად ხელმისაწვდომია, რომ დღევანდელი მსოფლიოს შესახებ ასეთი ვარაუდი ბუნებრივად გვეჩვენება. მაგრამ სინამდვილეში კაცობრიობის ისტორიაში მსოფლიო ასეთი მშვიდობიანი არასოდეს ყოფილა. შეიძლება ტრაგიკულ ამბებს ხშირად ვიგებთ, მაგრამ რიცხვითი მონაცემების კუთხით დღეს სხვა ადამიანის ხელით გაცილებით ნაკლები ადამიანი იღუპება, ვიდრე წარსულში. ამგვარად ეს ევრისტიკული ვარაუდი მსოფლიო ძალადობის შესახებ არასწორია. მართლაც, ევრისტიკულ მიდგომებს ხშირად მცდარ დასკვნებამდე მივყავართ და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ჭკვიანი ან განათლებული ადამიანი ხართ. ყველა ჩვენგანი შეიძლება ზედმეტად მიენდოს იმ გონებრივ მოკლე გზებს, რომლებსაც სამყაროს გასააზრებლად ვიყენებთ. დაუშვათ, ამ კაცის ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა იმ იშვიათ დაავადებაზე, რომელიც 1000-დან მხოლოდ ერთს ემართება. რამდენად მოსალოდნელია, რომ ის მართლა ავადა. უმეტესობა იტყოდა, რომ ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით ალბათობა ძალიან მაღალია, მაგრამ იქნებ ანალიზის შედეგების 10% არაზუსტია. თუ არასწორი დადებითი შედეგის მაჩვენებელი 10%-ია, რაც სამედიცინო ტესტებში ნორმალური დონეა, მაშინ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ჩვენ პაციენტს ეს დაავადება აქვს. მეტიც, ავადმყოფობის გავრცელებისა და ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია 99% დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის დაავადებული არაა, იმიტომ რომ ანალიზის შეცდომის შანსი 10-დან 1 გაცილებით მაღალია, ვიდრე ავადმყოფობის შანსი 1000-დან 1. თუმცა რამდენიმე კვლევის თანახმად ექიმები რუტინულად შეცდომაში შედიან და პაციენტის ავადმყოფობის მოსალოდნელობას ზედმეტად აფასებენ. ფსიქოლოგები ამას გამომსახველობით ევრისტიკას უწოდებენ. ადამიანები ვარაუდობენ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა იმაზე უფრო გამომსახველობითია, ვიდრე სინამდვილეში. ევრისტიკაზე ზედმეტად მინდობით განსაკუთრებით ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები ზარალდება. უბრალოდ დააკვირდით, როგორ ვუმკლავდებით პოლიტიკურ საკითხებს. ხშირად ჩვენს პოლიტიკურ იდენტობებს და მათზე ჩვენ ევრისტიკულ შეხედულებებს ნებას ვაძლევთ, რომ დასაბუთებული შეხედულებები ჩამოყალიბებისას აუცილებელი ინფორმაციასა და დეტალებზე კონცენტრირებაში ხელი შეგვიშალონ. იმის გამო, რომ ევრისტიკას მარტივად შეუძლია ჩვენი მცდარი დასკვნებამდე მიიყვანა, მნიშვნელოვანია შეხედულებებში თავმდაბლები ვიყოთ. ჩვენი შეცდომებისადმი მიდრეკილების ფონზე ის უნდა ვაკეთოთ, რაც მარტივი სულაც არ არის. უნდა ვაღიაროთ, რომ სამყარო გაურკვევლობებით ასავს. მის შესახებ ჩვენი დასკვნები ხშირად არასწორია. ჩვენი ინტუიცია გამოსადეგია. აუცილებელიც კი, როცა სწრაფი დასკვნების გაკეთება გვჭირდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინტუიციური გადაწყვეტილებები სულ სწორია. ჩვენი აზროვნების ნაკლოვანი ბუნების გაცნობიერება არის პირველი და გაბედული ნაბიჯი მის გამოსასწორებლად.